ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის რიგით მესამე შეხვედრა იგეგმება. მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას გაფართოებული შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ლიდერები გაფართოებული ფორმატით შეხვედრაზე 15 იანვარს ვაშინგტონში შეთანხმდნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. მოსალოდნელ შეხვედრას სტრატეგიულ თანამშრომლობას უკავშირებენ და თვლიან, რომ ის ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, ეკონომიკურ განვითარებასა და პოლიტიკურ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. სტრატეგიული პარტნიორობის გზაზე ძალიან აქტიურად და ძალიან ხელშეახები გზით მივემართებით, ვინაიდან კონკრეტული შედეგები და ის ხარდაჭერა, რომელიც არის საქართველოს მიმართ, არამარტო პოლიტიკური, არამედ ძალიან პრაგმატული, სხვადასხვა სფეროებში დახმარებით, ასევე ჩვენი აქტიური მონაწილეობა გლობალურ პროცესებში, როგორც არის ანტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ასე თქვა აქტიური ჩართვა ავღანეთში, ეს ყველაფერი არის იმის გარანტია და წინაპირობა, რომ ჩვენ ეს კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ეს არის გაფართოებული შეხვედრა, იმიტომ არ არის ორი ლიდერის, არამედ აქ იქნებიან ის პიროვნებები ორივე მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ცალკეულ დარგებზე და მიმართულებებზე, ანუ მას ექნება უკვე კონკრეტული შედეგი. მეორე ესეთი შეხვედრები ყოველთვის არის ნიშანი იმისა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს საკითხი არის კვლავ აქტუალური. სტადიაში ვართ, როდესაც მცირდება დეკლარაციები, იზრდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და სხვა შორის უკანასკნელი შეხვედრის დროს ითქვა კიდევაც, რომ ეს ქართულ-ამერიკული ქართლის ფარგლებში მიმდინარეობდა ის შეხვედრაც და განსაკუთრებით ეს მომავალი შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის.